ვართ. დიდი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ. ბედნიერი იყო ჩვენი შეხვედრა. მინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა დავიწყო ერთი მეტად სკანდალური ჩემი აზრით და საყურადღებო ფაქტით. წინა კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა და მერე სოციალურმა ქსელებმაც გაავრცელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება. მე წაგიკითხავთ თქვენი ცნობართვით ამ განცხადებას და შემდეგ შევეცდები მის კომენტირებას და განხილვას, გაანალიზებას თქვენთან ერთად. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით 2 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. კითხვაზე იყო თუ არა განხილული ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას, ეს არის საუბარი, როდესაც ალიევი ჩამოვიდა თბილისში აი ამ ცოტა ხნის წინათ. პრემიერის თქმით, ის ამაზე საჯარო განცხადების გაკეთებას არ აპირებს. ანუ თურმე პრემიერი ამ საკითხის განმარტებას და ამ საკითხზე საუბარს არ აპირებს. ეკითხებიან, რომ განიხილეთ თუ არა დავით გარეჯის საკითხი ალიევთან და პრემიერი ამბობს, რომ არა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გასაგებია ეს. რაც შეეხება გარეჯის თემას, ეს ციტატაა. რაც შეეხება, ანუ ეს არის პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადება, ციტატაა. ანუ ბჭყალი იხსნება. რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ცვლილება არ გვაქვს. დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია. ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებ. განაცხადა ირაკლი კობახიძე. ძვირფასო მეგობრებო, აი ამას რა ქვია თქვენი აზრით? ესე იგი, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტსო, ამაზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კომენტარს არ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ საუბარია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირი, მთავრობის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. მაგრამ ეს რა პირადი ცხოვრების თემაა? ცოლის გაშვების და ცოლთან შერიგების საკითხს ეხება ეგ ამბავი? საყვარლების თემას ეხება ეგ საკითხი? რაღაცა თეთრეულის თემას ეხება ეს საკითხი? თუ რას ეხება? რას ქვია კომენტარს არ გააკეთებ ამ თემაზე? საუბარია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარია საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის ასურელი მამების მიერ, კერძოდ დავით გარეჯელის მიერ მე-6 საუკუნეში, აი უზარმაზარ სამონასტრო დაფუძნებულ სამონასტრო კომპლექსზე, სადაც საქართველოს დიდი მეფე დავით აღმაშენებლის ვაჟი დემეტრე პირველი აღიკვეცა ერთხანობა ბერად დამიანის სახელით, რომლის შესახებაც ცნობილი ქართველი მეცნიერი და დიდი პატრიოტი ნიკო კეცხოველი ამბობდა, რომ ერთს რომელსაც ისტორია არ აქვს, მიეცით დავით გარეჯი და ისტორია ეკნებაო. აი ამაზეა საუბარი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ ალიევთან შეხვედრის დროს ამ საკითხზე ვილაპარაკეთ თუ არა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, პრემიერ-მინისტრს ჩვენ გერმანიაში რაღაც რამდენი მინისტრი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, არის თუ არა პარიზის მერი, კონჩიტების თავმჯდომარე, თუ ასე შემდეგ, თუ ეპშტეინის ფაილებში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი, რომელმაც ლომის წილი ითამაშა, დაიდო
საქართველოს გაუბედურების საქმეში მართლა გააუპატიურა თუ არა მან მამაკაცი და მართლა მოაჭრა თუ არა კაც ფეხი ამაზე ხო არ გეკითხებით არა ბატონო ირაკლი გეკითხებით იმაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით ქონდა თუ არა ალიევთან საუბარი და მეორე ბოლოს და ბოლოს გითხარით კაცო ის კაცი რო საიდუმლო ვითარებაში რო მოკლეს ლაზარე ჯორბენაძე და ასავალ დასავალში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ცოტა ხანში მოწამლეს და მე მოაშთეს და ამბობდა რომ ნახე დოკუმენტი რომელსაც ხელს აწერენ კობახიძე და ალიევი და დავით გარეჯის სადაო ტერიტორიები ეს ჩეჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი გადაცემული არის აზერბაიჯანისთვისო 2 თებერვალს გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ ასავალ დასავალში მე გავაკეთე ეს ინტერვიუ სულ ცოტა ხანში კაცი გახდა ავად საჭმელს ჭამდა და შემდეგ მაპატიეთ და უკან იღებდა საჭმელს ყველა მეცნიერი ყველა ტყუატყოფელი ექიმი თანხმდება რომ ეს იყო მოწამვლის ნიშნები მთელი ეს სიმპტომატიკა შეესაბამება წვავე ინტოქსიკაციას რით და როგორ ეს მე არ ვიცი ეს ექსპერტიზას უნდა დაედგინა მაგრამ 3 დღეში კაცი ჩადეს მიწაში დამარხეს სასწრაფო წესით და აი ეს კაცი სვამდა ამ შეკითხვებს ბატონო ირაკლი თქვენ ყველანი გაჩუმდით ხმა არ ამოიღეთ და ეხლა კიდე აი გრაკალის მარჩიელებით გველაპარაკებით რომ ვილაპარაკეთ თუ არა დავით გარეჯთან დაკავშირებით ამაზე ვერ გიპასუხებთო ეს ყველაფერი ერთიანობაში რა სურათს ქმნის ძვირფასო მეგობრებო ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის იმ სურათს რომ რასაც ის ცხონებული ლაზარე ჯორბენაძე ჩვენთან საგაზეთო ინტერვიუებში აცხადებდა ის არის სიმართლე რომ გაყიდულია ეს მიწები გადაცემულია აზერბაიჯანისთვის კი ბატონო ეს დაიწყო მოღალატე სააკაშვილმა მისი ცნობილი განცხადება თბილისის აეროპორტში ჩვენ ვიცით რომ საზღვარი უნდა გატარდეს ისე რომ სტრატეგიული სიმაღლეები აღმოჩნდეს აზერბაიჯანის საკუთრებაშიო ვითომ საქართველოს არ სჭირდება სტრატეგიული სიმაღლეები საქართველოს არანაირი სტრატეგიული სიმაღლე არ სჭირდება არც ჯარი სჭირდება არც სტრატეგიული სიმაღლე სჭირდება და არც არაფერი სჭირდება ეს არის კორუმპირებული თავიდან ბოლომდე კორუფციის ჭაობში ჩამქჩვალი ქვეყანა ეს არის აგენტების ქვეყანა ეს არის ჯაშუშების ქვეყანა ეს არის მოღალატეების ქვეყანა ეს არის პოლიტიკური პროსტიტუტების ქვეყანა და ეს არის იმ მანქურთების ქვეყანა რომლებმაც სოხუმი ჩააბარეს რომლებმაც ცხინვალი ჩააბარეს რომლებმაც ქსნისხეობა ახალგორი ჩააბარეს და მე საქართველოს გამარჯვება აზეიმეს სოხუმიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს პარლამენტში ტაში დაუკრეს და სააკაშვილს კიდე ნარკომანების და მეძავების და ლოთების აღლომი გაუმართეს რუსთაველის პროსპექტზე და გამარჯვება აზეიმეს და იმღერეს იცეკვეს ქალბატონი ნანი ბრეგვაძის და ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძის მონაწილეობით და ესე დაამთავრეს ეს სამარცხვინო ტირადა რომლის მოსაწყობათაც სააკაშვილი მოიყვანეს აქ სწორედ ჯაშუშებმა და უცხო ქვეყნის აგენტებმა ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს ბოლოს და ბოლოს თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო პრემიერ-მინისტრი ამ შეკითხვებზე ასეთ პასუხებს არ უნდა იძლეოდეს მაგრამ ეს არ არის შემდგარი სახელმწიფო ეს არის სახელმწიფოს იმიტაცია ჩვენ გქონდა მიზანსწრაფვა და რაღაცნაირად სურვილი და იყო ადამიანი რომელსაც უნდოდა ქვეყანა სახელმწიფო ექცია მაგრამ არ დაარწალეს იმას იმ სულგანათლებულს და იმის შემდეგ მოვიდნენ პოლიტიკური პროსტიტუტები და ჯაშუშები და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ კორუფციაში გახვეული
ჩაყურყუმალავებული მედროვეების, ჯაშუშების და პოლიტიკური პროსტიტუტების ხელში არის ქვეყანა. როგორც ფიგურალურად იყო ნათქვამი, ერთმა ევროპელმა თქვა, როდესაც ნაპოლეონის ეპოქა დამთავრდა ევროპაში და ის საბოლოო ჯამში ბრიტანელებმა მოახერხეს გერმანელების დახმარებით ვატერლოოს ბრძოლაში. შემთხვევითობის თუ, რა ვიცი, ისტორიის უსინდისობის წყალობით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, როდესაც ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, მოგეხსენებათ 1815 წელს, აი ამის შემდეგ ერთმა ევროპელმა გენიოსმა ბრძანა ევროპაში დამთავრდა გმირული ეპოქა და დაიწყო ვაჭრების, მეძავების და ვირთხების ხანაო და აი ესე არის საქართველოში ზუსტად რა. მას შემდეგ რაც ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ხელისუფლება იქნა დამხობილი, საქართველოში მოვიდა ჩარჩი ვაჭრების, პოლიტიკური მეძავების და ვირთხების ეპოქა დადგა. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ არა? ესე იგი მე დიდი გულისხმობით უსმენ სხვათა შორის და შეუძლებელია არ მოიხიბლო გუბას სანიკიძის იმ სალექციო კურსით, რომელსაც მოგზაურობა წარსულში ქვია, მაგრამ ბედის ირონიით ამ გადაცემას უძღვება ორი მოღალატე. ერთი სერიული მკვლელია გიორგი თარგამაძე, ხოლო მეორე კიდე ცნობილი პოლიტიკური პროსტიტუტი ბატონი გუბა სანიკიძე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილს ჯალალედინს ეძახდა და მერე თავის შვილთან ერთად კიევში ჩააკითხა, მუხლები დაუკოცნა და შამპანურით მერე შესვა მისი სადღეგრძელო. ახლა აი პოლიტიკური პროსტიტუციის მეტი კლასიკური მაგალითი რაღა გვინდა. ამდენად როდესაც ბატონი გუბაზი ისტორიის წარსულში, ისტორიის ლაბირინთებში გვამოგზაურებს და კონკრეტულ მოღალატეთა თუ თავდადებულ გმირთა პერსონიფიცირებას ახდენს, ეს მისი მხრიდან ცოტა არ იყოს უხერხულია, იმიტომ რომ მოღალატეს და მით უმეტეს უზნეოს არ აქვს უფლება მომავალთაობას რაღაც მორალისტური პოზიციიდან ელაპარაკოს და განსაჯოს ალექსანდრე მაკედონელი სად იყო მართალი და სად არ იყო მართალი. ეს ისე უბრალოდ ლირიული გადახვევისთვის. თემა, რომელსაც ახლა მინდა შევეხო ძვირფასო მეგობრებო, ეხება ქართლის ჭირს, თანამედროვეების ქართლის ჭირს, ეს არის ნარკომანია. მე ძალიან დიდი პატივისცემელი გახდით ბატონი გომელაურის, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი არის, დანიშნეს ეს გელაძე, ჯერ ესეთი ამ კაც რატო ეძახიან გეკას ვერ გავიგე მე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი, ეხლა უშუალების მინისტრი გახდა და რატო ქვია გეკა? კაც რას ნიშნავს გეკა? რა უბედურებაა ეს? აი ჩვენი სახელმწიფო აზროვნების სახელმწიფოებრივი აზროვნების სიმდაბლე და სიღარიბე ამაშიც გამოსჩვევის, რომ ესე იგი მაშინ პრემიერ-მინისტრს დაარქვით იკა, ხო, და პარლამენტის თავმჯდომარე იყოს შაკო. აი რა უბედურებაა ეს გეკა, ხო და ისა აი ეს არის, აი აქედან ჩანს ზუსტად. აქედან ჩანს ზუსტად ვინ რა ბაგაჟის პატრონია და ვინ ისი მკნელია. კარგი ამ სახელს გავანებოთ თავი. კაცო გომელაურზე იძახდნენ წარმატებულია, მაგარია, მგელია, მხეცია, ის არის, ეს არის. მოვიდა გეკა იჭერს და იჭერს ამ ნარკობარიგებს და ვერ ამოლია ეს ნარკობარიგები ამ ქვეყანაში. არ დაილია საქართველოში ნარკობარიგები. ეს რას ნიშნავს, ძვირფასო მეგობრებო?
ვახტანგ გომელაურმა არ იცოდა ამის შესახებ? თუ არ იცოდა, ეს ერთი უბედურება, რომ ამდენი ნარკობარი გაიყო ქვეყანაში. და ტონობით შხამი და უბედურება იყიდებოდა. ნარკოტიკი. და თუ იცოდა, მაშინ რა გამოდის? მაშინ სად არის კანონი? თუ ამდენი ნარკოტიკი მოძრაობდა ქვეყანაში, თუ ამდენი ნარკობარი გაიყო და არის ქვეყანაში, და შინაგან საქმეთა მინისტრი ესე გადადგა და წავიდა დოლგარმონით გავაცილეთ, როგორც ამ ხელისუფლებამ ადეიშვილი და სხვა მწვალებლები და სხვა სადისტები გააცილა დოლგარმონით და როგორც თემურ ალასანია გააცილეს აქედან დოლგარმონით. ელისო კილაძე და ბატონი თემური რომ ისა ტოიოტას ჯიპში როკოცნიდნენ ერთმანეთს. ეს ორი აგენტი. და თემური გააცილეს აქედან დოლგარმონით. რომელიც იძახდა მეო ეხლაო სნაიპერს გადაუხდი $1,000,000 და მოვაკლებინე ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია და ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. და ეხლა ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მეთქვა. ფაქტია, რომ რამდენსაც იჭერენ ამ ნარკობარიგებს. აი როგორც ამირანის მითში არის რა. კამარქალის მამა, რომ რაღაც ჯარას რო ატრიალებს და დახოცილი ჯარისკაცები რო ცოცხლდებიან და ცოცხლდებიან. ესე რამდენსაც იჭერენ ამ ნარკობარიგებს, იმდენი ესე იგი მოდიან და მოდიან ახალი და ახალი ნარკობარიგები მოდიან, ჩდებიან. ანუ მათი რიცხვი არ ილევა, არ მცირდება ეს რიცხვი. ეს უბედურება არ მცირდება. ამიტომ მე მიმაჩნია და ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება, თუ არა და იქნება შეისმინოს ღმერთმა. პატიოსანი ქართველი კაცის ვედრება და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება და ის გააკეთებს ამას. თუ დავრჩით ქართველები, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მანამდე. სანამ ნარკობარიგები არა პირადი თავისუფლებით ეს არამედ თავიანთი ქონებით არაგებენ პასუხს, მანამდე აი ეს პრობლემა საქართველოში არ აღმოიფხვრება. ალბათ ბევრი მიმიხვდით. ვინც ვერ მიხვდა, იმად გასაგონად დავაკონკრეტებ. თუ გვინდა რომ ნარკოტიკების და ნარკობარიგების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტური და სახელმწიფომ რეალური შედეგი დადოს, ნარკობარიგების პატიმრობას უვადოთ ან 20 წლით თან უნდა მოხდეს მათი ქონების კონფისკაცია. აუცილებლად. აბსოლუტურად ყველანაირი ქონება. ეს უძრავ-მოძრავი ქონება იქნება თუ რაც იქნება, საბანკო ანგარიში იქნება თუ რაც იქნება, ყველაფერი უნდა გაიყინოს, ყველაფერი უნდა ჩამოერთვას და ყველაფერი უნდა გადავიდეს. ბინა იქნება ეს აგარაკი იქნება, მანქანა იქნება თუ რაც გინდა იყოს, ყველაფერი უნდა გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. თუ გვინდა რომ აი ამ უბედურებას, ამ მეწყერს, ამ წარღვნას და ამ ქართლის ჭირს ჩვენი ქართლის ცხოვრებისას შევქმნათ სერიოზული პრობლემა და აი თავი მოვაჭრათ, ამისათვის აი ეს კამედიტი ღონისძიებები არის გასატარებელი. დაიჭერთ ნარკობარიგას, ავტომატურად ქონების კონფისკაცია. ავტომატურად ქონების კონფისკაცია, ეკონომიკური საფუძველი უნდა, თუ გინდა რომ მტერი მოსპო, ამისთვის არ არის საკმარისი მისი იზოლაცია, მისი იზოლირება. ამისთვის აუცილებელია მას მოუსპო ეკონომიკური ნიადაგი. მას არ უნდა კონდეს სულის ამოთქმის საშუალება. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ჩინური სამხედრო ტრაქტატი სუნძის ომის ხელოვნება რას გვასწავლის, რომ იქ უამრავი მომენტია, რომელსაც
სოფლიოს ყველა წამყვან სამხედრო აკადემიაში ასწავლიან და ერთ-ერთი არის ეკონომიკური დივერსია. მტერი როგორ უნდა გაანადგურო, მტვრული სახელმწიფო როგორ უნდა მოსპო. ეკონომიკა უნდა შეურყიო მას, ეკონომიკა უნდა დაუნგრიო. და ამ შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ამათზე მეტი დიდი მტერი არ აღყავს. ნარკობარიგები ეს არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი. ამათ გასანადგურებლად არ კმარა ამ ხალხის ციხეში წასვლა. ამათ გასანადგურებლად აუცილებელია მათი ქონების კონფისკაცია. უნდა ჩამოერთოთ ყველაფერი. ესენი უნდა გამოეკიდონ ცასა და დედამიწას შორის. მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. სახელმწიფოში უნდა დაიწყოს ყველა სტრუქტურაში აბსოლუტურად. სამინისტროებში, დეპარტამენტებში, უნივერსიტეტებში, პარლამენტშიც კი, პოლიციაშიც, უშიშროებაშიც უნდა დაიწყოს მოულოდნელი შემოწმებები. თანამშრომლები რაღაცა შერჩევითი შემთხვევით, ესე იგი პრინციპით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სასწრაფოდ გამოიყვანონ და ჩააბარებინონ შესაბამისი ანალიზები, რომლითაც მოხდება მათი როგორც ნარკომანების იდენტიფიცირება. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უწყება უნდა გაიხვეტოს, გაიწმინდოს, როგორც ალგიას თავლა, აი ამ სამარცხვინო ხალხისგან და ნუ მათ რა თქმა უნდა სხვა სასჯელი უნდა დაეკისროთ, რაც შეეხება ნარკობარიგებს, აი მათ წინააღმდეგ აუცილებლად უნდა იყოს ესეთი უმკაცრესი ზომები. იზოლირება, იზოლაცია პლუს ქონების კონფისკაცია. სხვანაირად ამ ხალხის დამარცხება ძალიან გაძნელდება. ძალიან გაძნელდება. ესენი უნდა შეწუხდნენ. მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის. მე ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში. საგანგებოდ მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, რასაც ქვია აი ეს მედიაში არსებული სიტუაცია. დღეს ბეჭდური მედია უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში. ფაქტობრივად ერთადერთი გაზეთი ასავალ-დასავალი დავრჩით. იცით რატო არის მძიმე სიტუაცია ბეჭდურ მედიაში? წერა-კითხვის მცოდნეთაგან ძალიან ცოტა დარჩა საქართველოში. ესე იგი, საქართველოს არა მარტო პოლიტიკურ გეოგრაფიული, არა მარტო პოლიტიკური საზღვრები პატარავდება, არამედ ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა და მწერალთა რიცხვიც კატასტროფულად იკლებს. ფაქტობრივად არ მოდის ქართულ ჟურნალისტიკაში მე ბეჭდურ მედიაში ცვლა ჩავარდნა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ნუ ერთია ახლა მიკროფონი და ტელევიზიით რაღაცა ახლა ყველა ჟურნალისტი გახდა ტელეჟურნალისტი და არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო და მე ამას არ ვიზამ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთია, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ტელეჟურნალისტებთან, მაგრამ გაზეთში მოღვაწე ჟურნალისტებთან მე მათ ვერ გავაიგივებ და არ გავაიგივებ, იმიტომ რომ გაზეთის ჟურნალისტების, ანუ მწერალი ჟურნალისტების დონე ცოტა უფრო სხვა დონეა. იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან ენას კარგად იქნებდე შახაბასის ხმალივით, მაგრამ ვერ დამიწერო იმის 10%-იც კი, რასაც ფიქრობ, რისი თქმაც გინდა, წინადადება ვერ ააგო, აზრი ვერ ჩამოაყალიბო, ფრაზა ვერ შექმნა. აი ასეთი ხალხი ძალიან გვაკლია. არ არის, წერილს ვერ დაწერს. ჩანახაც ვერ დაწერს. პუბლიცისტიკაში ვერ იმუშავებს, რეპორტაჟს ვერ გააკეთებს, ვერ დაწერს, იმიტომ რომ წერა არ იცის.
ფრაზას ვერ ფლობს. ქვემდებარე და შემასმენელი ერთმანეთში ერევა არ იცის, არ ასწავლიან. არ მიდის ამ ისწავლება, არ ხდება ეს სწავლება დღეს საქართველოში. თუ ვინმე რაღაც აი თვითნაბადი, რაღაცა ბაჯაღლო, ოქრო გამოჩნდება კი ბატონო. მაგრამ იშვიათად პრაქტიკულად აი ეს თაობა უკვე დაკარგა ქართულმა მედიამ. სამაგიეროდ ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ტელევიზიები დღეს ახლა ინტერნეტის ეპოქაში, ციფრული მაუწყებლობის ეპოქაში ეს ძალიან ადვილია, მაგრამ აქაც არის ძალიან დიდი ბარიერები, კერძოდ. აი ეს წამყვანი ტელევიზიები, ეგრეთ წოდებული რეიტინგული არხები, აი როგორც ინდური კასტები, ზუსტად იმ პრინციპით არის დაშორებული ერთმანეთს. რაღაც კასტა ეკუთვნის ხელისუფლებას, რაღაც ვარნა და რაღაც კასტა ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომლებიც ვინ არიან თვითონ არ იციან, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის, ასე არის, ამოჩემებული აქვთ თუ რაც აქვთ, რომ ეს უნდა იყოს მათ სამსახურში. ქვეყნიერება რომ დაიქცეს, აი იმ სახელისუფლებო არხზე შენ თუ გაქვს დაახლოებით ისეთი პოზიცია, რაც ახლა მე გამაჩნია, შენ იქ ვერ გაჭაჭანდები. გამორიცხული ამბავია. მაგრამ თუ იყავი ჩემ ხელა ავტომატი გეჭირა ხელში და დაძლებდი იმას, ზვიად გამსახურდიას მოსაკლავად, კი ბატონო, ერთგანაც დაგიძახებენ და მეორეგანაც. ანუ ესეც ხელოვნურად არის, იცით, იქ კლიში არის გავლებული რაღაცნაირად, რომ შენ იქნები აქეთ, შენ იქნები აქეთ. და ვიღაცა წვერებიანი ნარკომანები წვეტენ ამ ამბავს. ახლა არ მინდა გვარები და სახელები, ყველა მიცის ვინც არიან, რა უბედურებაშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული და რა სისხლშიც არიან ამოვლებულები. არ მინდა ამ თემაზე არ შევალ, თუ აინტერესებს ვინმეს შეიძლება უფრო კონკრეტულად ამ თემებზე გვარებით და სახელებით საუბარი, არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ავთვლი. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემა არის ის, რაც საბოლოოდ ალბათ დაღუპავს ამ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, ეს არის სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი ანეკდოტური სიტუაცია. ფაქტობრივად მოხდა იდეის პროფანაცია და საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება, როდესაც 52,000 განცხადება შევიდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და ამ 52,000 საჩივრიდან მხოლოდ როგორც ჩემთვის ცნობილია 200 თუ 300 საქმეზე არის განაჩენი დამდგარი. არაფერი აბსოლუტურად ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. რამდენიმე ეგრეთ წოდებული ხმაურიანი პიროვნების ვირის აბანოში გამომწყვდევა აბსოლუტურად ვერ ქმნის ამინს და აბსოლუტურად არ პასუხობს, ვერ პასუხობს იმ მოლოდინს, რა მოლოდინიც ქართულ საზოგადოებას ამ მიმართულებით ჰქონდა. ერთ მაგალითს მოგიტანთ. ასავალ-დასავალის ამ ნომერში, რომელიც ახლა გუშინ ორშაბათს გამოვიდა, გამოქვეყნდა თქვენი მონამორჩილი საგაზეთო საუბარი გოჩა აფრასიძესთან. გოჩა აფრასიძე გახლავთ ტრავმირებული ოჯახის, აფრასიძეების ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი წევრი. მოგეხსენებათ თქვენ სააკაშვილის რეჟიმმა 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩაატარა სამხედრო კრიმინალური ოპერაცია, ტერორისტული აქტი მოუწყო აფრასიძეების ოჯახს, გამოიყენეს სამხედრო ავიაცია და ოჯახი, რომელშიც 5 მცირეწლოვან ბავშვს ეძინა, ჰაერიდან დაბომბეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა დაგეგმა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა. ამის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, მან ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისი ბრძანებით მოხდა და ოპერაციას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მასინდელი მინისტრი
ავაცახსენებელი ეს წეული ცნობილი პუჩისტი სისხლიანი კაცი გიორგი ბარამიძე. აი ახლა ჯაშუშებზე რო ნადირობთ ძვირფასო ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებო და ძვირფასო ხელისუფლებო ძალიან კარგია. მე მივესალმები ყველა ჯაშუში თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება და იმედი მინდა დავიტოვო რომ არსებობს, ყველა ჯაშუში უნდა იყოს იზოლირებული და უნდა იყოს ციხეში. აპრიორი ამას ვერ შეეწინააღმდეგება ჭუატყოფელი ადამიანი. მე დეტალებში არ შევალ, არავის გვარს ვასახელებ, არავის სახელს ვასახელებ, მე ვამბობ რომ თუ ვინმე ჯაშუშია, ჯაშუში მართლაც უნდა იყოს დაჭერილი. გინდა ჩემი იყოს და გინდა სხვისი, მაგრამ იქნებ ერთხელ მაინც დაგესვათ შეკითხვა და გამოგერკვიათ. არის თუ არა გიორგი ბარამიძე ჯაშუში? ვის დავალებას ასრულებდა ის, როცა 2004 წლის 24 მარტს იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა? ვის დავალებას ასრულებდა ის, როდესაც ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციის და სინამდვილეში რუსეთ-ამერიკის ერთობლივი სპეცოპერაციის დროს იგორ ივანოვს სტაჟს უკრავდა რუსთაველის პროსპექტზე? ვის დავალებას ასრულებდა ის, როდესაც ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშნა და გაამწესა და 8000 ლარიანი პრემიები დაუნიშნა და გვაინტერესებს სოციალურ ქსელებში გაკართა ამას წინა ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი ბარამიძის წლიური შემოსავალი ბიზნესიდან 24 მილიონი ლარი ყოფილა თურმე. აი გვაინტერესებს ესე იგი კაცი, რომელიც არის კრიმინალი, რომელიც ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში აი ამ კრიმინალურ ტერორისტულ ოპერაციას, რომლის ბრძანებითაც ხელფეხშეკრული ომეხ აფრასიძე დახვრიტეს თავის ეზოში, მერე მოაჭრეს თითი, იმიტომ რომ იმ თითიდან ოქროს პერსტენი ვერ წააძრეს და თითი მოაჭრეს რუსული შტიკნოჟით, ეგრეთ წოდებული ხიშტდანით, ხოლო დაჭრილი ევგენი აფრასიძე, ეს ვაშკაცი და მართალი კაცი, საკუთარ სახლში ჩაიფერფლა, ჩაიწვა და ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ ხოლო ტანსაცმელი გაასვენეს და დაიტირეს მისი. და შემდეგ ეს გარეწარი მარტი მოგეხსენებათ, როგორი ცივია საქართველოში, მით უმეტეს სვანეთში და იქვე ეფიცხებოდა გადაბუგული სახლის ნახანძრალს და სვანქალებს ეღლაბუცებოდა, სვანებმა კარგიო კუბდარი იცითო და შეგვიწვით და მოგვართვითო. აი ამის თვითმხილველები არსებობენ. ეს ყველაფერი დაწერილა, გადმოწერილა და გადაწერილა 1000 გზის. მე გაოგნებულიო ბატონო გეკა, ბატონო სულხან თამაზაშვილო, გამაგებინეთ რა ძალა და ვინ ძალა მფარველობს ამ გარეწარ კაცს, რომ ერთხელაც კი არ მიიყვანეთ და დაკითხვაც კი, ესე დაკითხვაზეც კი არ არის ბარამიძე ნამყოფი. რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობ თქვენ? რომელი სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში, როდესაც ბარამიძე კვლელი ცხვირწინ გყავთ და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახადეთ და 8000 ლარიანი პრემიებით დაასაჩუქრეთ თქვენი ხელისუფლების პირობებში. აი ასეთი უკანონობები რო ხდება რაიონებში, რო გახურებული და გაჩაღებული კორუფცია, ამ ინფრასტრუქტურაში რაები ხდება კაცმა რო არ იცის, არავის და არაფერს რო არ ამოწმებთ, აშვებულები რო არიან,
კაც რო უნდოდეს მინისტრს ვერ ნახავს. აი ესეთი სისტემა რო შექმენით. პატიოსანი კაცი რო სამართალს რო ვერ იპოვის. აიმიტომ აიცრუა ხალხმა თქვენზე გული. და აიმიტომ ვლაპარაკობ მე იმას, რასაც ვლაპარაკობ. რომელმაც თქვენ ხმა მოგეცით 2012 წელს, 2016 წელს გადავაბიჯეს საკუთარ პრინციპებს და ამ სულ წაწკმედილ და ამორალურ ქალს სალომე ბზურაბიშვილი რო ქვია და პრეზიდენტად რო დაგვასვით თავზე თქვენი კანდიდატურა. აი ამ ქალს მივეცი კიდე ხმა. ჩემ საკუთარ თავს გადავაბიჯე. აი ესეთი სამარცხვინო პოლიტიკური სიტუაცია რო შექმენით ქვეყანაში. აი ამიტომ არის მიუღებელი ჩემთვის ის რაც ხდება და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. საქართველოს უბედურება იცით რა არის? ეხლა ისეთი სიტუაცია ხალხს არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარეს შორის. ცუდია ქართული ოცნება, უარესი არის ის 9 პარტია, გველების ბუდე, ნაციონალების ერთობა. ქვეყანაში შეიქმნა ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, სილასა და ქარიბდას შორის გადის ქვეყანა. არც ერთი ეროვნული ფასეულობების გამზიარებელი, მატარებელი არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გააჩერეთ, არ გააძლიერეთ, არ გაახარეთ. ძირშივე მოსპეთ, მოკალით და გაანადგურეთ. გადაიბირეთ, გასვარეთ და თქვენსავე კორუფციაში, იმ უბედურებაში და იმ ქვაბში მოხარშეთ, რომელშიც იხარშება მთელი საქართველო. ეს არის წოდვის ქვაბი და თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. მზის დავარდების მხარე გადააქციეთ ბაბილონად. და რის ასოციაციებს იწვევს ბაბილონი პირველ რიგში? ბაბილონის სამეფოს ისტორია, როგორც ძველი ისე ახალი სამეფოისა, გვასწავლის და გვიდასტურებს, რომ ეს ქალაქი არის გარყვნილების და ფულის სიმბოლო. ბაბილონი არის სიმბოლო მამონას მეუფებისა და მეძავების ასპარეზისა. აი ეს არის დღევანდელი თბილისი. ფული და სიძვა მეფობს ამ ქალაქში. ქალაქი დაამსგავსეთ საქართველოს დედაქალაქი, თქვენ დაამსგავსეთ ბაბილონს. ბაბილონი არის ეს ქალაქი, არაფერი ამას ქართულ მენტალიტეტთან არ აქვს, არაფერი მას საერთო არ აქვს იმ ერთან, რომელიც ქართლის ცხოვრებას ქმნიდა. აბსოლუტურად არაფერი. თვით როსტომ ხანის ამ გარყვნილი მმართველის მეფობის ჟამსაც, მძლავრობის ჟამსაც კი მეფობას არ უწოდებ. თვით არაბების 400 წლოვანი მძლავრობის ჟამსაც კი თბილისი ყოველთვის რჩებოდა ქართულ ქალაქად, სადაც სამეთყველო საურთიერთობო ენა იყო მხოლოდ ქართული. დღეს ქართულ ენას თბილისში ძალიან უჭირს. შეხედეთ გაჩერებებზე რა ხდება, შეიხედეთ სამარშრუტო ტაქსებში რა ხდება, შეიხედეთ აი ამ 18 მეტრიან თუ არ ვიცი რამდენ მეტრიან ავტობუსებში რა ხდება. სად არის საქართველო? საქართველო გაკრეფილია, გახეკილია ჭინჭების საყიდლად უცხოეთში ღამის ქოთნების სახეხად და ასპარეზი დარჩა აგერ იმ ხალხს, რომლებზედაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გვახარა, რომ საქართველოს მოსახლეობა 250,000 კაცითო არის გაზრდილიო და როცა ჩვენ თქვით, რომ ეს 250,000 კაცი ეთნიკური ქართველი კი არა, ჩამოსული ყიზილბაშები და
ვიღაცა პაკისტანელები არიან მეთქი, მე იძულებული გახდნენ რომ ეთქვათ რომ კი ბატონო ეგ ეგრეაო. საქართველოს მოსახლეობა თუ გაიზრდება, კი ბატონო გაიზრდება. თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდება 10 წელიწადში შეიძლება საქართველოს მოსახლეობა 10 მილიონიც გახდეს, მაგრამ აქედან ქართველი იქნება 300,000 და 9,700,000 იქნება არაქართველი. აი ამ პოლიტიკას მაპატიეთ და აწვევით თქვენ. აქეთკან მიყავთ ქვეყნის. აქეთკან მიყავთ ქვეყანა. ეს არის ჩანაფერი, საბოლოო შედეგი ეს იქნება იმ 70 სართულიანი ცათამბჯენების, იმ ეგრეთ წოდებული იგლიხილსების და აი ამ საეჭო პროექტების და აი ამ ქართველი ხალხის ზურგს უკან გაფორმებული პროექტების და ქართველი ხალხის ზურგს უკან გაყიდული მიწების ფინალი იქნება ის, რომ საქართველოში ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი შემცირდება და ყიზილბაშების წილი გაიზრდება. ყიზილბაშები ეს კრეფსითი სიტყვაა და გულისხმობს ყველას იმას, ვისაც საქართველოსთან არც ისტორიული, არც ეთნიკური, არც მენტალური თვალსაზრისით არაფერი ესაქმება, მაგრამ აი ამ ხელისუფლების დამღუპელმა პოლიტიკამ ისექმნა, რომ უკვე როგორც მოგახსენეთ, ქართულ ენას საქართველოში ძალიან უჭირს. ეს თბილისში აშკარად იგრძნობა, განსაკუთრებით აი ამ ეგრეთ წოდებულ სვეტურ რაიონებში. საბურთალო ვაკე და ეს ცენტრალური რუსთაველის გამზირზე, ახლა ქართველი კაცი თუ შეხვდა, ეს აკაცუკები თუ შეხვდებიან, ეს უდღეურები, თორე იქ ქართულს ვერ ნახავენ. გათევებულია ლაპარაკი. ეს დეველოპერული კომპანიები კიდე ეს ხო, ეს არის მახრჩობელა პითონი, საქართველოზე შემოხვეული, ყავს უახლოესი მეგობარი. უფროსი კაცი, ჩემზე, ბევრად უფროსი, რომელიც სამშენებლო ბიზნესში ძალიან ისე კარგ პოზიციებს ფლობდა. სხვათა შორის ძალიან კარგად იცნობს პრემიერ-მინისტრის ოჯახს. ძალიან ახლოს იცნობს ნამყოფიც არის პატონ გიორგი კობახიძესთან, პარტნიორები იყვნენ. და იცით რა მითხრა? ჩემო დიტო, სად იყვნენ ან არქი და ან წულაიები და ასე შემდეგ და ის შემდეგ, როცა მე ბიზნესი მქონდაო და იცი რას მივხვდიო? ფული რომ ეშოვაო, საქართველოსთვის უნდა მეღალატაო. და ეს უცხოელები ჩემომეყვანა საქართველოში და გავანებე ამ წყევლაკროლვიან საქმეს თავიო. აი ესენი სატანასთან არიან შეკრულები, ეს გარეწრები, ეს დეველოპერები. და მთელი მაგათი ეგრეთ წოდებული წარმატებული სამშენებლო ბიზნესი მხოლოდ ერთ რამეზე არის გათვლილი. უცხოელების შემოთესლება საქართველოში, სად არის ამდენი ქართველი საქართველოში? ყველგან კორპუსები შენდება, ძვირფასო მეგობრებო, სად არის ამდენი ქართველი გეკითხებით? სად ცხოვრობს საქართველოში ამდენი ქართველი? ესე იგი ყიდიან ქართულ მიწებს თურქებზე, ირანელებზე, არაბებზე, აშენებენ კორპუსებს და შემოყავთ თურქები, ირანელები და არაბები. აი ეს არის ამათი ბიზნესი. ამ გარეწრების. მე ვფიქრობ, რომ ამაზე საქართველოს უნდა იფიქროს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე საქართველოს ეკლესიამაც უნდა ამოიღოს ხმა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი, რომელსაც წმინდა სამოციქულო ეკლესიის სინოდი აირჩევს, აუცილებლად დაარისხებს განგაშის ზარებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.